დღეს მინდა გესაუბროთ ძალიან საინტერესო პრინციპზე, 5 რატო. მისი ავტორია ტოიოტას დამფუძნებელი საკიტი ტოიოტა. რაში მდგომარეობს ეს პრინციპი? ჩვენ ყოველ პასუხს უსვამთ კითხვას რატომ 5-ჯერ. ის საშუალებას გვაძლევს მივაკვლიოთ პრობლემის ანალიზში მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. კითხვა-პასუხების ეს ჯაჭვი მიგვაკვლიევინებს რა არის პრობლემის არსი, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ეს პრობლემა გადავჭრათ. მაგალითად, მე მინდა შევიძინო ბეწვის ქურთუკი. რატომ გინდა შეიძინო ბეწვის ქურთუკი? იმიტომ რომ ყველა გავაოცო. რატომ გინდა ყველა გააოცო? იმიტომ რომ მათი ყურადღება მივიპყრო. რატომ გინდა მათი ყურადღება მიიპყრო? იმიტომ რომ ნაკლებ თავდაჯერებულობას ვგრძნობ. და როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ, თავდაჯერებულობა მემატება. რატომ გრძნობ ნაკლებ თავდაჯერებულობას? იმიტომ რომ ვერ ვახდენ საკუთარი თავის რეალიზებას. რატომ ვერ ახდენ საკუთარი თავის რეალიზებას? იმიტომ რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც არ მიყვარს, არ მომწონს. და რა შვაშია ბეწვის ქურთუკი?